ღვთისწინაშე ვედრების мотивация რა არის ხოლმე, როცა ლოცულობთ შედარებით გრუმხურვალეთ, ჯვარი გვიმძიმდება რა, ჩვენი ჯვარი. და ჯვრის გარეშე ხო არ არსებობს ამ ქვეყნიური ადამიანი ხო და ყველა ჯვრით ავართ. და გვიმძიმდება და ჩვენი მთავარი სავედრებელი რომ ესე იგი განვაზოგადოთ ყველა სავედრებელი, ყველა ადამიანი სავედრებელი რომ განვაზოგადოთ ერთი სიტყვაზე ერთ ლოცვამდე დავა ჩვენი ყველას ლოცვა. უფალო ჯვარი მომაცილე რა, აღარ მინდა ეს ჯვარი. ან შემემსუბუქე მაინც რა. მომაცილე შემემსუბუქე. უფალი საწინააღმდეგოა ეს სიტყვები. იმიტომ რომ უფალი ამბობს რომელმან არ აიღოს ჯვარი თვისი, სადავიღო კაცო, შენთან მოვდივარ და კიდე ჯვარი ავიღო, დიახაც, რომელმან არ აიღო ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფა ჩემ და გესმით, რამხელა დანახეთქია, რამხელა განშორება ჩვენ რეალურ ნამდვილ ობიექტურ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ ცხოვრებასა და წმინდა წერილს შორის. ამიტომაც არის რომ გადის წლები და ეს გაქვეებული გული არაფრით არ ცოცხლდება. ამიტომ არის. ანუ სახარების მიხედვით ცხოვრება არც დაგვიწყია. მიზეზი ეს არის, სხვა არაფერი. ამიტომ რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, იმიტომ რომ ღმერთს ვერ აუგზავნებთ, ამიტომ რომ ლოცვა გვეზარება, და ამიტომ რომ განსასწრელი სიკვდილის გვეშინია, ამიტომ არის, მხოლოდ ამიტომ, რომ ჩვენ მოცემული გვაქვს შავით თეთრზე დაწერილი გამოცხადება უმწვერვალესი იმისათვის რომ ინსტრუქცია ფაქტიურად არა და ვერა ამის გამო